გამარჯობათ ბაჭიებო. დღეს გვექნება, კი არა და მექნება დორიონის ფეხის ვარჯიშის დღე, რა სტილითაც ვარჯიშობს და როგორც ვარჯიშობს. პირველი გვაქვს 15 გამეორება, 40% სამუშაო წონის. არ ვიცი ხა რამდენი პროცენტია, მაგრამ სავარაუდოდ ალბათ 40 იქნება. შემდეგი ერთი სამუშაო მისვლა 10-12 გამეორება 70-75% მაქსიმალური წონის. ალბათ 20-ს დავუმატებ ან 30-ს. ახლა ვნახოთ ზუსტად როგორ აკეთებს. პირველი გასახურებელი გავაკეთეთ 15 გამეორება, შემდეგი სამუშაო მისვლა დაახლოებით 75% მაქსიმალური წონის, კონტროლირებადი ან ნელი დაშვება 12 გამეორება, მაგრამ ფელიერამდე არა. შემდეგი ერთი მისვლა, ძიმე, გამეორება იქნება 6-დან 12-მდე, ისე უნდა იყოს, რომ გაიჩვენოს. ამ შემთხვევაში ვამატებთ წონებს და იცვლება სტრუქტურა ვარჯიშის. როგორ იცვლება? 3 წამი ზევით, 2 წამი გაჩერება, 4 წამი დაშვება. ავედით. ვამატებთ. ერთი მისვლა 6-დან 12 გამეორებამდე, ანუ სადაც გავუჭედები მოკლედ მაგამდე. და 3 წამი ატანა, 2 წამი პაუზა, 4 წამი დაშვება. ძალიან მეეჭვება რომ მე ახლა ეს გავაკეთე, მაგრამ რადგან დორიონმა თქვა, უნდა გამოვიყვანო. არ მიშევს მეტად ისევით. არც ვიცი რამდენი იყო, ის რო იყო. სადმე გინახავთ leg extension-ის ჰამერი. ისე იგი აქვს 2 მისვლა. პირველ მისვლაზე ვაკეთებ 10-ს. აქაც გვაქვს 2 სამუშაო მისვლა. მეორე მისვლაზე გვაქვს 18 გამეორება. დგომის პოზიცია განიერი არა. ახლოს უდრიგს კვადრიცეპსზე რო იყოს ოტუშტვა. ორი ვარჯიში ქონა კვადრიცეპსზე, მესამე ვარჯიში იქნება hack squat-ი და აქაც 2 მისვლა გვაქვს, მეტი არ გვაქვს. ანუ პირველი მისვლა აქვს სამუშაო მისვლა, მეორე მისვლა აქვს, ანუ ფელიერამდე რა. ძირითადი პრინციპი ამ ვარჯიშების არის შეიქმნას მაქსიმალური მექანიკური დაძაბულობა კუნთზე. ასევე გვაქვს ჰამსტრინგი და ბოლოს ვაკეთებთ წვრილს. ანუ იდეაში ვარჯიში მოიცავს დაახლოებით 1 საათს, 1 საათზე მეტი არ გჭირდება. მე ცოტა გამეწელება, იმიტომ რომ კამერას დავატარებ თან და თან დასვენება მჭირდება. იმიტომ რომ დიდი ხანია ფეხები არ გამიკეთები. წავედით. გვაქვს აქ hack squat-ი. სტანდარტული დგომით 12 გამეორება და შემდეგი გვექნება დამატებული წონით. ტაში დამეკარით ხალხო. ტყვილეთ მომიყურებთ. ვაგდოთ კიდე 15-ები და შემდეგი იქნება 15 გამეორება. ეს ის ვარჯიშია. შენ მითხარი ის ვარჯიში. შენ აკეთებ. ჩემი მასწავლებელი შევა.
მისვლაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ბოლომდე გაშლილიყო და ბოლომდე ჩავსულიყავით. და ბოლო მისვლა იყო ფელიერამდე. გახურებაზე გვაქვს 10 გამეორება 50%. ესე იგი პირველი სავარჯიშო როცა გვაქვს კვადრიცეპსი როცა მივიდით გქონდა გასახურებელი დაბალი წონა 50% მეორე გქონდა სამუშაო და მაგაზე ვაკეთებ დაახლოებით 70%-ით და ბოლო რაც გვაქვს ფეილიერამდე ვაკეთებთ ცოტა კიდევ ვუმატებთ დაახლოებით 80% წონის და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ მოხრაც პაუზაც გქონდეს პატარა და გაშლა ოპა დავით ახლა სამუშაო წონაზე და ბოლო მისვლისთვის ვამატებთ ცოტას კიდე ნელა ამას ვებიზავ. ახლა გვაქვს ჰამსტრინგისთვის დედლიფტი. ოღონდ. რადგან ძალიან დამეღალა უკვე წელი და ჰამსტრინგიც სიმეწონით ვერ გავაკეთებ. პირველი გვაქვს გასახურებელი, გავაკეთებ 40-იანით, ხერძით და მე გავაკეთებ ჰანტელებით. ახლა გვაქვს ცურები. ის მამა ძალიან ძიმებს აკეთებდა, მაგრამ მე მასეთ ძიმეს ვებიც. სამი პაუზა. კაცრულა, ელა. მოცე პაუზა. კაიტო უკვე დამეჭირდა. ათი 12 ორჩი მინიმალური გაწეულს გავაკეთებ, იმიტომ რომ იზრდება გაწეულები. პრინციპი აქაც არის. არის მექანიკური დაძაბულობა. ძირითადი გაცვლა არის მექანიკურად მაქსიმალურად შეიქმნა სტრესი, თუნდაც სადაც გააქტიურდება ყველა მიოფიბილები, ყველა კუნთის ნაწილი და მაქსიმალურად გათვლილი იყო ჰიპერტროფიაზე. ზოგადად ჯობია რომ ძალიან რაღაც არ გადაეშვათ და რაღაც პროგრამები არ გამოიყენოთ, მაგრამ რაღაც მიმართულებას სანამ მისცემთ თქვენ თავს, თქვენ სავარჯიშო პროგრამას, ჯობია რომ რამდენიმე ცადოთ. დააკვირდა ერთი თვე როგორ მუშაობს ერთი პროგრამა, დააკვირდა მეორე თვეს როგორ მუშაობს სხვა პროგრამა. დასაწყისში უნდა მოძებნო შენთვის იდეალური რომელი, სად გრძნობ ყველაზე კარგად პროგრესს, სად ხედავ რომ უფრო სწრაფი შედეგი მოაქვს, რომელ სპლიტს მაგალითად, რომელ დატვირთვას, ბევრ გამეორებას, ძიმეს და ნაკლებ გამეორებას. მაგრამ ჩემთვის პირადად ალბათ ყველაზე კარგი საურჯიშო სისტემა არის ეს. შექმნათ მაქსიმალური მექანიკური დაძაბულობა, გამეორება გავაკეთოთ
დაახლოებით 8-დან 12-მდე სავარჯიშო წონაზე და ის ჩვენი მე-12 იყოს ბოლო. ეს ჩვენი მე-10 თუ მე-8 იყოს ბოლო, აი რომ გაკანკალებს და მორჩა, უკვე ლიმიტია მოწონა. ჩემთვის ეს არის იდეალი. ძალისმიერი შემთხვევაში ვცვლით ამ საზოგადოებას. როცა ჩვენი მიზანია ძალა, მხოლოდ ძალა. მაშინ ვაკეთებ შედარებით ბევრ სეტს, ნაკლებ გამოვიდეთ. მაგალითად 2 ან 1 გამოვიდეთ. მაგრამ სეტი შეიძლება ქონდეს 20, შეიძლება 30-იც. სანამ გადავალთ ყვებაზე, მოკლედ შემდეგ ვიდეოში, მანამდე გეტყვით რომ გამოიწეროთ ეს არხი. იმიტომ რომ უქსო ოფერტები გამომწერეთ. რატო? ის უნდა დავწყო, სამცარი უნდა დავწყო და სხვის კონტენტი მოვიპარო. არ მინდა რა, ინფორმაციას მიიღებით, სპორტსმენებსაც შეხვდებით, სხვადასხვა სპორტსმენებს შეჯიბრის კადრებსაც გეკითხებით და ასე შემდეგ. გამოწვევთ, გიგურებთ ბიჭო.